ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის არაინვაზიური დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც იყენებს ძლიერ მაგნიტებს, რადიოტალღებს და კომპიუტერს ჰიპოფიზისა და მიმდებარე ქსოვილების დეტალური სურათების შესაქმნელად. ჰიპოფიზი არის პატარა, ბარდის ფორმის ჯირკვალი, რომელიც განლაგებულია თავის ტვინის ფუძეზე. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც აკონტროლებენ სხეულის ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციას, მათ შორის ზრდას, მეტაბოლიზმს, რეპროდუქციას და სტრეს რეაქციას. ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ხშირად გამოიყენება ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნეების დიაგნოსტირებისთვის, რომლებიც წარმოიქმნება ამ ჯირკვალზე. ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნე შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. ეს სიმსივნეები ასევე შეიძლება იყვნენ ფუნქციური ან არაფუნქციური. ჰიპოფიზის ფუნქციური სიმსივნეები გამოიმუშავებენ ერთი ან მეტი ჰორმონის ჯარბრაოდენობას, ხოლო არაფუნქციური სიმსივნეები არ გამოიმუშავებენ ჰორმონებს. ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ამ ჯირკვლის სხვა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, როგორიცაა ჰიპოფიზის ჰიპერპლაზია, ან ჰიპოფიზის გადიდება, ჰიპოფიზის აპოპლექსია, ან სისხლჩაქცევა ამ ჯირკვალში, ჰიპოფიზის ნეკროზი, ჰიპოფიზის კისტა, ცარიელი თურქული კეხის სინდრომი, მდგომარეობა, რომლის დროსაც ჰიპოფიზის ჯირკვალი ჩვეულებრივზე პატარა და ბრტყელია. ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს იყენებენ კონტრასტულ ნივთიერებას. კონტრასტული ნივთიერება გადოლინიუმი იშვიათ მიწათა ლითონია. სხეულში შეყვანის შემდეგ ის ცვლის მიმდებარე წყლის მოლეკულების მაგნიტურ თვისებებს, რაც აუმჯობესებს ტომოგრაფიაზე მიღებული სურათების ხარისხს. კონტრასტული ნივთიერება აუმჯობესებს სიმსივნის, ან თების გარკვეული ორგანოების სისხლმომარაგებას და სისხლძარღვების ხილვადობას. კონტრასტი ასევე გამოიყენება გაფანტული სკლეროზისა და ინფექციის დიაგნოსტირებაში. კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ ინტრავენური კათეტერის მეშვეობით, რომელსაც აყენებენ იდაყვის ან მტევნის დონეზე. კონტრასტული ნივთიერებები უსაფრთხო ინტრავენური პრეპარატებია. როგორც სხვა პრეპარატებს, მათ ასევე გააჩნიათ მსუბუქი ან მძიმე გვერდითი მოვლენები, მაგრამ მძიმე რეაქციები ძალიან იშვიათია.